ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არსებულ ვითარებაზე გადაუდებელ დებატებს 10 მაისს გამართავს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პასი ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც ოცნების დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხზე დებატები ხუთშაბათსაა დაგეგმილი, დღევანდელ სხდომაზე ოცნების ქმედებების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა შვედმა დეპუტატმა ბორიან აუბერგმა. გუშინ თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის 120 დღე შესრულდა. ხალხი გამოდის მმართველი პარტია ქართული ოცნების წინააღმდეგ, მიუხედავად ძალადობის და რეპრესიების უპრეცედენტო ტალღისა. ასობით დემონსტრანტი და ჟურნალისტის ცემეს. არც ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რაც არ ტოვებს კითხვას თუ ვინ დგას ძალადობის უკან. საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას. ევროპის საბჭოს რეგიონების კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მიმდინარე კრიზისის მოგვარების გარეშე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ განაცხადა იანვარში, ახალი სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის გზა. ამას უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიზანი დასავლური სივრციდან საქართველოს გაქრობაა. ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაუდებელი დებატებიდან ოცნების მისამართით კრიტიკულ გზავნილებს ელოდებიან. თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართული ხალხის წინაშე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ამ ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ის გადაწყვეტს, რომ დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა და დატოვოს ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის მოქმედებს ქართული ოცნება არა ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ყველა შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებითი, იმიტომ რომ ქართული ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ქართული ოცნების სახით. ზოგადად ამ სესიებზე და არა მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, არამედ ყველა ევროკავშირის ინსტიტუციის ფარგლებში მთავარ საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს ეგრეთ წოდებული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა თუ არ ცნობა, იმიტომ რომ აღარც აპირებენ და ვიღარც დააპირებენ ივანიშვილის მანდის წევრების ხავსი ვიზიტების განხორციელებას. თავარი არის ის, რომ ქვეყანაში ნებისმიერ სიკეთე, რომელიც საერთოდ ევროპასთან ურთიერთობის შედეგად, რომელიც არის არა რაღაც კონკრეტული პარტიების, მხოლოდ არამედ პირველ რიგში ქართული ხალხის მრავალწლიანი შრომის და ბრძოლის დამსახურება, ყველა ამ სიკეთეზე უარის თქმის სამწუხარო რეალური საფრთხეები არსებობს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ქვეყანაში ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო უახლოვდებით ყველაფრის დაკარგვას, რაც ამ წლების მანძილზე დაუბრუნდებით. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სერიოზულობა დაკარგა. ივანიშვილის თანაპარტიელების თქმით, ასამბლეას მათთან ინკლუზიური დიალოგი არ სურს. ჩვენ საინტერესო არის, ჩვენ თქვით, რომ აღარ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ახლა პრაქტიკულად გადასაწყვეტიც არაფერი აქვს. ჩვენი მხრიდან არის შეჩერებული ჩვენი საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში. 2022 წელს ევროსაბჭომ საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღიარეს პოლიტპატიმრად და მისი გამოშვება მოგთხოვეს. ახლა ასეთი რეზოლუციების შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ? კიდევ ერთხელ, როცა ესტონელების, ლიტველების, უკრაინელების და ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ჯგუფების შუაზე დადის ამხელა ასამბლეა და ქართული ხალხის საწინააღმდეგო ქართულ ხალხზე თავდასხმელ რეზოლუციებს იღებს, რა თქმა უნდა სერიოზულობა შემდეგ დაკარგული აქვს. რაც შეეხება თავად ამიტომ ელაპარაკონ ერთმანეთს, რახან არ უნდათ რომ იყოს ინკლუზიური დიალოგი და ხედავთ რომ მათ უნდათ ყვირილი და არა დიალოგი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 11 აპრილამდე გაგრძელდება. 29 იანვარს პასემ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქართულ ოცნებას 2025 წლის აპრილის სესიამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებისკენ მოუწოდა. სწორედ ამ დათქმებით და შეზღუდული უფლებებით ცნეს მაშინ ოცნების დელეგაციის წევრთა მანდატები. თუმცა ივანიშვილის პარტიამ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ პროტესტის ნიშნად დელეგაციის ყოლის ერთადერთ დარჩენილ უფლებაზეც უარი თქვა.